ქართული მთის ძროხა ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური პირუტყვია კავკასიაში. ეს ჯიში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოს მაღალმთიან ზონებში, ხევსურეთში, სვანეთში, ფშავში, რაჭასა და აჭარის მთებში. ეს არ არის უბრალოდ პატარა ძროხა, ეს არის ბუნებით შექმნილი მთის მანქანა, ცხოველი, რომელიც თავისუფლად მოძრაობს კლდეებზე, პოულობს საკვებს იქ, სადაც სხვა ჯიშები შიმშილით დაიღუპებოდნენ და უძლებს ძლიერ ყინვას, ქარსა და თოვლს. მისი სხეული პატარაა, მაგრამ საოცრად ეფექტური. ზრდასრული ქართული მთის ფური საშუალოდ იწონის 180-250 კილოგრამს, ხოლო ხარი 300-400 კილოგრამამდე. შედარებისთვის ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია ვიდრე ევროპული დიდი ჯიშები, მაგრამ სწორედ ეს მცირე ზომა აძლევს მას უნარს იცხოვროს და იმუშაოს იქ, სადაც სხვა პირუტყვი ვერ ძლევს. მცირე რაოდენობის ბალახით ის იძლევა ცხიმიან და არომატურ რძეს, რომელიც იდეალურია ტრადიციული მთის ხველისა და კარაქისთვის. მისი რძის ცხიმიანობა ხშირად აღწევს 4-5%-ს, რაც მაღალ ხარისხს ნიშნავს. სწორედ ამ ძროხაზე იყო აგებული ქართული მაღალმთიანი სოფლების არსებობა. ოჯახები რძით, ყველითა და ხორცით მთელი წლის განმავლობაში ირჩენდნენ თავს. დღეს ქართული მთის ძროხა გადაშენების საფრთხის წინაშეა. უცხოური დიდი ჯიშების შერევამ მისი სუფთა გენეტიკა დააზიანა, მაგრამ იქ, სადაც ის ისევ სუფთად არის შემორჩენილი, ხედავთ ცოცხალ მემკვიდრეობას, ცხოველს, რომელიც იდეალურად არის მორგებული საქართველოს მთებს. ეს არ არის უბრალოდ ძროხა, ეს არის ქართული ბუნების ნაწილი.